უახლოეს 5 წელიწადში ხელოვნური ინტელექტის დონით მთელ კაცობრიობას გადააჭარბებს. ამის შესახებ ილონ მასკმა განაცხადა. მე არ ვიცი რა მოხდება 10 წლის შემდეგ, მაგრამ ტემპები, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, ისეთია, რომ ჩემი აზრით, ამ წლის ბოლოს შესაძლოა გაჩნდეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თითოეულ ცალკეულ ადამიანს აჯობებს ინტელექტით. მე ვიტყოდი, რომ ეს მოხდება არაუგვიანეს მომავალი წლისა, შემდეგ კი სავარაუდოდ 2030 ან 2031 წლისთვის, სადღაც 5 წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი გახდება მთელ კაცობრიობაზე ჭკვიანი, თქვა მასკმა. Daily Mail თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გრენლანდიის 57,000 მცხოვრებიდან თითოეულისთვის $1,000,000 გადაცემის შესაძლებლობას, თუ კი ისინი მხარს დაუჭერენ შეერთებულ შტატებთან მიერთებას. ჩვენ გრენლანდიასთან და პრინციპში მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი გარიგების საფუძველი ჩამოვაყალიბეთ. წერს გამოცემა ტრამპის სიტყვებს, რომლებიც მან წარმოთქვა ნატოს გენმდივანთან მარკ რუტესთან მოლაპარაკებების შემდეგ. გამოცემა აღნიშნავს, რომ რიტორიკის საჯარო ცვლილებების მიუხედავად, დანიის პოზიცია უცვლელია. კოპენჰაგენში თანმიმდევრულად უარყოფს კუნძულის როგორც გაყიდვის, ასევე გადაცემის ნებისმიერ შესაძლებლობას და ხაზს უსვამს იმას, რომ გრენლანდიის სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი დანიის თანხმობას მოითხოვს. იმავდროულად წინადადება მოსახლეობისთვის სერიოზული თანხის გადახდის შესახებ, რამაც შესაძლოა მთლიანობაში 57 მილიარდი შეადგინოს. განეხილება როგორც შემოვლითი გზის მოძებნის მცდელობა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, კერძოდ არქტიკზე ამერიკული სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად. ეს არ მოხდება, გრენლანდია არ გახდება შეერთებული შტატების ნაწილი. ეს წითელი ხაზია, განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ერთი სახელმწიფო არ არის, არამედ კავშირია, რომელშიც უკრაინასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაა. მისი თქმით, ამიტომ იყო სწორი გადაწყვეტილება რუსული აქტივების კონფისკაციაზე უარის თქმა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროპულ მაგიდასთან ყველა ერთნაირად არზის. ევროპა არ არის ქვეყანა და ზესახელმწიფო უმაღლესი ლიდერიც სათავეში. ესაა კონფედერაცია, სადაც ყველას თანხმობა ასაჭირო. და ჩვენ ყველამ ვიცით რთული სიმართლე, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სულაც არ არის განწყობილი პროუკრაინულად. რაღაც მომენტში შესაძლოა ვინმე თქვას, რომ აღარ სურს სანქციების გაგრძელება და მაშინ მოგვიწევს ამ აქტივების სასწრაფოდ განბლოკვა. ხოლო თუ კი თქვენ აქტივებს ამოიღებთ, დახარჯავთ მათ და შემდეგ დროის გარკვეულ მომენტში ვალდებული იქნებით ის დააბრუნოთ, შეგექმნებათ სერიოზული პრობლემა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. უკრაინის დაფინანსება უზრუნველყოფილია, აქტივები კი ომის დასრულებამდე იმობილიზებული იქნება, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა. ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო სწავლებები სახელწოდებით მშვიდობის ნება 2026 იქცა იმ ფაქტის სიმბოლურ ნაბიჯად, რომ ბრიქსის ფორმატი გაფართოვდა და ის მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას აღარ მოიცავს. ჩინური გამოცემა იუწყება, რომ მანევრებმა შეერთებული შტატების ყურადღება მიიპყრო, რომელმაც განაცხადა, რომ აკვირდება სწავლებებს საკუთარი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ირანის წვრთნებში მონაწილეობა კი ვაშინგტონისთვის კატეგორიულად მიუღებელია. წვრთნები ეს უფრო მეტია ვიდრე სამხედრო მანევრები და წარმოადგენს ბრიქსის ქვეყნების მხრიდან საკუთარი განსაზღვრების შესახებ განაცხადს. თქვა ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ აფრიკული თავდაცვის ძალების კაპიტანმა. ექსპერტები სწავლებებს აფასებენ უფრო როგორც დიპლომატიურ ჟესტს და არა სამხედრო ალიანსისკენ გადადგმულ ნაბიჯს. მათი მიზანია სამხედრო ურთიერთობების გაღრმავება და გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების უნარის გაზრდა. ამ ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედება მხოლოდ ახალისებს გლობალური სამხრეთის ქვეყნების ინტერესს შექმნან ალტერნატიული უსაფრთხოების არქიტექტურა. ბრიქსის ქვეყნების უცხოური ინტერესების გაფართოებასთან ერთად უსაფრთხოების მექანიზმების შესწავლა წარმოადგენს გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტილებას მათი მხრიდან, მიაჩნია შანხაის უცხოენების უნივერსიტეტის დოცენტს. სწავლებები ადასტურებს ბრიքს პლუსის მზარდ სუბიექტურობას და მისი წევრების მისწრაფებას შეასრულონ მეტად დამოუკიდებელი როლი მსოფლიო პოლიტიკაში, მრავალპოლარული თანამშრომლობის ახალი კონტურების ჩამოყალიბება.
არ მისცეთ ახლობლებს ChatGPT-ით სარგებლობის უფლება. ასეთი კომენტარი გააკეთა ილონ მასკმა ცნობაზე იმის შესახებ, რომ ამერიკული chatbot-ის გამოყენება დაკავშირებულია 9 მომაკვდინებელ შემთხვევასთან. მათგან 5 შემთხვევაში ChatGPT-სთან ურთიერთობას თვითმკვლელობა მოყვა, მათ შორის დასრულებშიც და მოზარდებშიც. ბრიტანულმა გამოცემამ Daily Star-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც დეტალურადაა მოდელირებული ლონდონის სამთავრებო კვარტლის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლო შედეგები. სტატიაში ტექნიკურადაა აღწერილი PC-28-ის კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის Smart-ის ტექნიკური მახასიათებლები და გამოთვლილია გასანადგურებელი სამიზნეების რადიუსები, რომლებიც მიღებულია Nuke-Map-ის ღია ინსტრუმენტის დახმარებით. ყოველდღიურად ჩნდება ახალი მიზეზი იმის დასარწმუნებლად, რომ ბირთვული ომი გვიახლოვდება, ასე რომ ჯობსად ვიყოთ, ვიდრე მას მოუმზადებლები დავხვდეთ, წერს სტატიის ავტორი. ის იმ თემაზე მიუთითებს, რომ ჰიპოთეტურ მიზნად არჩეულია Downing Street-ის რაიონი, Whitehall-ი და პარლამენტის შენობა. ამასთანავე აღნიშნულია, რომ გამოთვლების თანახმად ტოტალური ნგრევის ზონა რამდენიმე კილომეტრზე გავრცელდებოდა, ხოლო შესაძლო ხანძრების და დაზიანებები 10 კილომეტრზე. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით სამიზნე შეიძლება გახდეს საპორტო ქალაქი ჰალი, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგებაში საკვანძო როლს ასრულებს. PC-28 Smart-ს თეორიულად შეუძლია მიწასთან გაასწოროს საფრანგეთის ზომის ტერიტორია, ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღწერილია ამ რაკეტის ტექნიკური შესაძლებლობები. პუბლიკაცია სპეკულატიური ხასიათისაა და აწყობილია იმ დაშვებებზე, რომ ვინმემ შესაძლოა არამოტივირებულად გამოიყენოს სტრატეგიული იარაღი. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ ბირთვულ აგრესიაზე პასუხად, ან იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრება. სამხრეთ კორეის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ხან დოქსუს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ამბოხებასა და 2024 წელს საგანგებო სამხედრო მდგომარეობის შემოღებაში ადანაშაულებენ. იუწყება ადგილობრივი ტელეკომპანია. მანამდე იმავე საქმის გამო ყოფილ პრეზიდენტ იო სოკ იოლს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ილაპარაკა ამერიკულ სუპერიარაღზე, რომელიც მისი თქმით მადუროს მოტაცებისთვის გამოიყენეს. ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის შესახებაც არავინ იცის. გამოყენებული ბგერითი იარაღი, რომელმაც წყობრიდან გამოიყვანა ბევრი კუბელი მცველი მადუროს დაცვიდან. ბევრმა ნახა ამ იარაღთან დაკავშირებული დეტალები და შეწუხდნენ. უნდა ეშინოდეთ თუ არა ამის ამერიკელებს. დიახ, მაგრამ მე არ მინდა ამის შესახებ ლაპარაკი. სხვას არავის აქვს გავსი რამ. ვფიქრობ, კარგია რომ ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ მართლაც გასაოცარი იარაღი გვაქვს. ეს იყო შთამბეჭდავი შეტევა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის სახლი მდებარეობდა გამაგრებული ობიექტის, სამხედრო ბაზის, დიდი ბაზის ცენტრში, სადაც ბევრი ჯარისკაცია და ისინი შევიდნენ და გააკეთეს თავისი საქმე. ჩვენ არავინ დაგვიკარგავს, თქვა ტრამპმა. დონალდ ტრამპი კავკასიას ვლადიმერ პუტინის ტერიტორიას უწოდებს, მაგრამ პუტინმა მითხრა, მე ვერ ვიჯერებ, რომ შენეს ომი დაარეგულირე, მე მუშაობდი ამაზე 10 წლის განმავლობაში, რადგან ეს მისი ტერიტორიაა, თქვა ტრამპმა. სლოვაკეთის პრემიერი ფიცო კაია კალასის მუშაობაში აზრს ვერ ხედავს. ჩვენ არ გვეყოლება ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ადამიანები, რომლებსაც არ ხვდებიან მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები და არ კამათობენ მასთან კონსტრუქციულად. თუკი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიომ არაერთხელ თქვა უარი კაია კალასთან შეხვედრაზე, ეს ნიშნავს, რომ მასთან საქმე ან კამათსაც კი ვერ მოაქვს სარგებელი მისი სამუშაოსთვის, განაცხადა ფიცომ. უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დიმიტრო კულებას რძალმა სვეტლანა პავლეცკაიამ სიცივისგან შეწუხებულ უკრაინელებს სასარგებლო რჩევა მისცა. მისი ლაიფჰაკია გათბობის ფუნქციის მქონე ვიბრატორის გამოყენება. შემდეგ არსებობს სათამაშოები, რომლების ტემპერატურას არეგულირებენ, რადგან ისინი 38 გრადუსამდე ცხელდება. თუკი გათბობა არ გაქვთ, შეგიძლიათ ვიბრატორები მოიმარაგოთ და ძალიან ნორმალურად გათბებით, თქვა პავლეცკაიამ.